მოგესალმებით, მე ვარ აგაკი, ლოგიკური პერსპექტივიდან და დღეს ვილაპარაკებ თუ რატო არის მესიანური პენტეკოსტური იუდაიზმი ყველაზე კარგი რწმენის სისტემა, რაც კი არსებობს. თუ გაინტერესებთ ჩემი ისტორია, თუ რატო გავხდი მორწმუნე, ანუ ღმერთის მორწმუნე, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პირველი ლექცია, ღმერთს სურს პირადი ურთიერთობა თქვენთან, მაგრამ იქ ვახსენე, რომ დაავადებული ვიყავი და მჭირდებოდა დახმარება და ღმერთმა დამოყალიანა და გადამორჩინა. და საინტერესო ის არის, რომ დავიწყე ძალიან ბევრი ინფორმაციის მოძიება და შესწავლა ღმერთზე. და დღესაც ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი არის, რომ ღმერთს დავუახლოვდე, გავიგო ღმერთის ხმა, ღმერთისგან რაღაცეები ვისწავლო და ეს ცოდნა გაუზიარო სხვა ადამიანებს. ძალიან ბევრი საათი, დღეები და თვეები და წლები მაქვს დახარჯული ღმერთის თემებზე ინფორმაციის მოძიების. 10 წლის უკანაში ვარ ამ თემებზე ერთ-ერთი წამყვანი, როგორც ფსიქოლოგიაზე და მედიცინაზე და მინდა რომ ჩემი აღმოჩენები ხალხს გაუზიარო. ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ის არის, რომ ღმერთმა მითხრა, რომ ქრისტიანობიდან გადავიდე იუდაიზმზე. და რა არის იუდაიზმი? იუდაიზმი არის ის რწმენა, რასაც მიყვებიან ებრაელები და რატო ჯობია ეს რწმენა სხვა რწმენებს. მთელი ისტორია ის არის და ბიბლია არის ისტორიული წიგნი. შეგიძლიათ ბევრი ისტორია ბიბლიიდან გაიგოთ, კაცობრიობის ისტორია. იყო აბრაამი, ღმერთის მეგობარი, ღმერთს ემსახურებოდა, როცა მთელი სოფლიო ღმერთისგან მოშორებული იყო, აბრაამმა აირჩია, ჩემსავით რომ ღმერთს დაახლოვებოდა და ღმერთმა გადაწყვიტა, რომ აბრაამისთვის მიეცა ესეთი პრომისი, ესეთი შეპირება, რომ აბრაამის შთამომავლობა იქნებოდა რჩეული ღმერთის ხალხი. და აბრაამს მოყვა ისაკი, მერე მოყვა ჯეიკობი და ესე გამრავლდნენ და დღესდღეობით ეს ხალხი, რომელიც წამოვიდა შთამომავლები, არის ისრაელის ხალხი. და ღმერთი ისრაელის ხალხთან ძალიან ახლოს იყო. კი, ბევრი ტრაგედია იყო, რომ ისრაელის ხალხი ღმერთს მიატოვებდა, სხვა ღმერთებს კეთილყვანისმცემლობას დაუწყებდნენ და ღმერთი მათ დასჭიდა, მაგრამ მთელ სოფლიოში მაგ დროს მაინც ყველაზე ახლოს ღმერთი იყო ისრაელის ხალხთან. ახლობაში იმას გულისხმობ, რომ ღმერთი მართლა მათთან ცხოვრობდა, მართლა ღმერთს სახური ყავდა მოსე და მოსე ხშირად მარხულობდა, არაფერს არ ჭამდა და ლოცულობდა და ესმოდა მოსეს ღმერთის ხმა და იმის გამო რომ ესმოდა ღმერთის ხმა, ღმერთი ასწავლიდა მოსეს რა იყო მართლა მისი ნება. დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სოფლიოში ის არის ისლამის პრობლემა, ქრისტიანობის პრობლემა და ბევრი იუდაისტის პრობლემაც ის არის, რომ რეალურად ხალხს ღმერთის ხმა არ ესმის, ანუ არ იციან თუ ღმერთის ნება რა არის. ანუ ეფუძნებიან და მიყვებიან თავის ტრადიციებს, მაგრამ რეალური ტრადიციები ღმერთის ნამდვილი სიტყვებიდან არ არის წამოსული. ანუ შენ რა გიჩვენია ვიღაცა კაცმა ან რელიგიამ გითხრას, რომ გინდა თუ არა ესე გააკეთეო, რომ ღმერთს ასიამოვნო, თუ პირდაპირ ღმერთის სხვა გაიგო და ღმერთმა გითხრას, რომ ესე გააკეთეო. მე მირჩევნია ნამდვილად, რომ გავიგო მართლა ღმერთის ხმა, ღმერთს დავუსვო კითხვები და ღმერთისგან ვისწავლო თუ რა არის მისი ნება. და ღმერთმა მითხრა, რომ გადადი იუდაიზმზეო. და რატო იუდაიზმი? იმიტომ რომ ამ დროს იყო მოსე და მოსე ესმოდა ღმერთის ხმა და მოსე ასწავლიდა ებრაელებს მართლა თუ რა იყო ღმერთის ნება. და ესე დაფუძნდა იუდაიზმი. და ესე მოდის ებრაული ტრადიცია მოდის მართლა ღმერთის ნებისგან და ნამდვილი ღმერთის სიტყვებისგან. არა კაცთა გამოგონილი ტრადიციებისგან, არამედ ღმერთის დაფუძნებული ტრადიციებისგან. ანუ თუ გინდა რომ ღმერთს ასიამოვნო, რეკომენდირებული არის რომ გადახვიდე იუდაიზმზე და დაიცვა იუდაიზმური ტრადიცია. აი ერთი ესეთი გამოცდილება მაქვს, რომ რა არის ღმერთისთვის ყველაზე წმინდა დღე. ღმერთისთვის ებრაული ტრადიციით ყველაზე წმინდა დღე არის მონანიების დღე. აი ლევიანებში ბიბლიაში, ლევიან 23-ში ლევიან 23-28-ში
ესე წერია არაფერი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეს, რადგან შენდობის დღე არის, რათა მიგატევოთ უფლის თქვენი ღვთის წინაშე. თუ გაინტერესებთ თუ რა არის იუდაიზმის ტრადიცია, სად შეგიძლია ისწავლოთ, მე რა გეტყვით. მაგრამ იუდაიზმის ტრადიციით ყველაზე წმინდა დღე არის ეს შენდობის დღე, ქვია Day of Atonement ან Yom Kippur. ამ დღეს ადამიანი არაფერს არ ჭამს, არაფერს არ სვამს და ღმერთს ხოს პატიებას ყველა თვისთვის. ეს დღე იყო Yom Kippur-ი იყო შენდობის დღე და მარტო ვიყავი სახლში და ავიღე ღვინო და პური და ღმერთს ვუთხარი, რომ აი ეს ღვინო იყო შენი შვილის სისხლიას დაღვარა ჩემი წოდებისთვის და ეს პური იყოს ის ხორცი, რომელიც ეწამა ჩემი წოდებისთვის და არაფერი არ ჭამე მაგ დღეს, არაფერი არ დავლიე ამ ღვინოს და პურის გარდა და ღმერთს აუსახე ყველა ჩემი ცოდვა, რაც გულით მოვინანიე, თხოვე პატიება და ეს დღე ესე გავატარე. ვუყურებდი მორწმუნეების ვიდეოებს, ინფორმაციას ვიძიებდი და ღმერთს თხოვე პატიება. და ერთი ჩემი ნათესავი არის, რომლის სახელსაც არ დავასახელებ. ეს ადამიანი ძალიან მიყვარს და იცის თვითონ ვინ არის, მაგრამ არ მგონია ეს ლექცია ნახოს. მაგრამ ამ დღეს ეს ადამიანი არის ბავშვობიდან ღმერთის ცხებული, ანუ ღმერთის ცხება აქვს მიღებული და ამ ადამიანს ამ დღეს, როცა მე ამ დღეს ესე ვიცავდი როგორც წმინდა დღეს, ჩაეძინა და დაესიზმრა ესეთი სიზმარი. რომ მე ხო გითხარით, რომ ეს დღე გავატარე, რომ ცოდებს ვინანიებდი, არ ჭამდი, მარხულობდი, ღმერთს პატიებას ვთხოვდი ამ შენდობის დღეს, რომელიც არის ებრაული ტრადიციით ყველაზე წმინდა დღე. და დაესიზმრა ესეთი რამე, რომ ჩაეძინა ამ დღეს, რომ ღმერთის შვილი იყო სამოთხეში, ხელები ესე გამოშვილი ქონა ჩემთვის და მე ავდიოდი სამოთხის კიბეებზე. და სამოთხეში შევდიოდი. და ისე რომ მე ჩემი ოჯახისთვის ეს არ მithქვამს მაგისთვის, რომ ესე წმინდა დღეს ვიცავდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მithქვამს, ესე დაესიზმრა და დამირეკა, რომ აი ესეთი რაღაც დამისიზმრაო. და ისე გამიხარდა, მე 9 წელს ვიყავი. ნუ მე 7 წელს, იმიტომ რომ ღმერთის საყვარელი ციფრი 7-იანია. მე 7 წელს ვიყავი, ისე გამიხარდა და მაგის მერე მივხვდი, რომ მნიშვნელოვანი არის ვეზიარო და გულით მოვიანიო ჩვენი ცოდვები და დავიცვათ ებრაული ტრადიცია, იუდაიზმის ტრადიცია. და გავიგე ღმერთმა მითხრა, რომ უნდა რომ იუდაიზმის ტრადიციას მივყვე და სხვა ადამიანებს დავეხმარო, რომ გადავიდნენ იუდაიზმის ტრადიციაზე. ის თუ გაინტერესებთ რა არის იუდაიზმის ტრადიციები, შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ დაიცვათ 6 მთავარი დღესასწაული. თუ გაინტერესებთ ეს დღესასწაული რა არის, ლევიანებში 23-ში წერია ეს 6 დღესასწაული, ქვია მაღალი საბათის დღეები და ამ დღეებს თუ დაიცავთ, ღმერთს ძალიან გამოხარდება. და ერთ-ერთი დღესასწაულიც არის, წერია ლევიან 23-24-ში, წერია ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი, ამ მე-7 თვის მე-15 დღიდან კარვობის დღესასწაულია 7 საუფლო დღე. და სწორედ იაჰუშუა, ვისაც ეძახიან იესოს, კი არ დაიბადა 25 დეკემბერს, არამედ დაიბადა სექტემბერ-ოქტომბერ, ანუ დაიბადა კარვობის დღესასწაულის პირველ დღეს. თუ გინდათ რომ ღმერთის შვილის დაბადების ნამდვილი დაბადების დღე აღნიშნოთ, შეიძლება დაიცვათ კარვების დღესასწაული. და ეს 6 დღე არის, რომელიც წერია ლევიან 23-ში,
რომელიც შეგიძლია დაიცვათ და ამას თუ გააკეთებთ, ღმერთს ძალიან გაუხარდება. იმედია რამე ახალი ისწავლეთ. მადლობა ყურებისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. გნახავთ ჩვენ ეკლესიაში და ნახვამდის.